ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც ლიტველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ლიტურმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიძე მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციულ გზას. ასევე შეხვედრა გაიმართა სარეიტინგო კომპანიის Moody's-ის ვიცე-პრეზიდენტთან. ნოდარ ხადურმა მას საქართველოში ეკონომიკური განვითარების კუთხით შექმნილი ახალი რეალობა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ კომპანია სარეიტინგო დასკვნებში აუცილებლად გაითვალისწინებს საქართველოში მიმდინარე დადებით პროცესებს. შეხვედრაზე დიალოგი გაიმართა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ჯგუფის დირექტორებთან. შეხვედრა ჰქონდა JP Morgan-თან ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, საკმაოდ საინტერესო და მე ვფიქრობ ძალიან პერსპექტიული მუშაობა შეიძლება შედგეს ამ მიმართულებით საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ბატონ იოაკიმ ამსბერგთან. ვისაუბრეთ საქართველოსადმი გამოყოფილი ფინანსური სახსრების ეფექტიანობაზე, ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკი გააგრძელებს ქვეყნისათვის მხარდაჭერას ისევე როგორც ის ამას ბოლო 20 წლის განმავლობაში აკეთა.